ახლა კი სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ ადამიანი კომპოზიტორი, რაღა თქმა უნდა და მომღერალი ფატი ბროლაშვილი. გამარჯობა თეიმასო. მოგესალმებით. წამოგზავნე, აგეთ მოგზავნე. დიდი მადლობა. ასია ჩემო ბიჭებო. როცა ყავს შვენიერი ქალბატონი, ვინ დასვავს შენ მხარეს? მოიტაცა ესევე გადაიყვანა თავისკენ რა. ყველაფერი დასწრებაზეა ჩემო მაგრამ ბატი როგორ ახარ პირველ რიგში? Რა თქმა უნდა ძალიან კარგად, იმიტომ რომ თქვენი სტუმარი ვარ. შენ გენაცვალე მე აი ასე უმაღლებს ჩვენთან მოსვლა ადამიანებს განწყობას გენაცვალო ჩემი თავი. ძალიან რა ფატი პირდაპირ საქმეზე გადავალ. შენ ხარ ავტორ შემსრულებელი. დიახ. და რა მაინტერესებს იცი მხოლოდ ჩვენთვის წერ სიმღერებს თუ სხვასაც უწერ? როგორ არის იცი არ მემეტება სიმღერები ძალიან იშვიათია რომ სიმღერა გამემეტოს. სხვისთვის არ გემეტება. არ მემეტება ხო რაღაც ცოტა უხეშად თქვი, მაგრამ ხო. სიმღერა დავწერე აი ჩვენი უსაყვარლესი მივესალმები მეგობრები, პატარა ქსოვრელები, მიყვარხართ ძალიან გიორგი შოშიტაშვილი. პატარა დიმა პატარა, ჩემი პატარა, გოგი პატარა და მთლად თოთო ჩემი გიორგი. ეხლა ამათ ჭამა უწევთ, მალე ილაპარაკეთ. სიმღერა დავწერე და ჩემს მეუღლეს ვაჩვენე, მეთქი სიმღერა დაგიწერე თქო და ნუ რაღაცნაირად არ ვიცი რატო არ მომეწონაო და მეთქი არ მოგეწონა და გიორგი შოშიტაშვილს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან ლამაზად შეკრა ეს სიმღერა მსმენელს მიაწოდა რომელიც ჩვენთან პრემიერა შედგა და მილიონობით გავიმეტე სხვათა შორის გიოსთვის და მადლობა გიო კარგად მიაწოდა მსმენელს სხვათა შორის იყო ასეთი შემთხვევა რესტორანში მღერი და მოდის სტუმარი ნუ კარგად რომ არის და ასე ხევში უჭირავს ეგრეთ წოდებული შაბაში თან არ მაძლევს მოდის და ასე ხევში კაცებს ნეტავ რა უნდა რაღაც და 2-3 დღის გასული იყო იქ სიმღერა გიორგიმ რო შეასრულა გიორგი შოშიტაიშვილის ოცნების ქალი თუ იციო არც გამიგია აი მაშინ თქვი რომ თურმე რატო არ მემეტება სიმღერა აი მას ვერ დაუძლებო სხვათა შორის ეგ გავუშვი სიმღერა და ძალიან გამიხარდა ჩავრთე და ჩემო ფატი როგორც გითხარი გიოს სიმღერა თქვენმა დაწერილმა მაგრა გაისროლა და ეხლა აქ რო დაგიძახეთ ჩვენც დაგვიწერე რამე რო სროლა აგვატეხინე მე და ნიკუშას თუ მე არ გაგემეტება როგორც ვაწყობ მე რაღაცა კარგი თუ გამოგივიდა აქვე რამე თუ აქვე თუ დაგვიწერე რამე ზაგება მაგ შემთხვევის შესახებ როგორ იყო და ვინ როგორ იყო და ჩვენი მეგობარი საერთო მეგობარი უნიჭიერესი მომღერალი შალვა მორელი ჩვენი მაკაცი აპლოდისმენტები პირველად პირველად გაიგებს ალბათ მითხრა რომ ძალიან მომწონს შენი სიმღერები და ერთი სიმღერა რომ ჩემთვის დაწერო მე ვუთხარი არ ვიცი მეთქი რამდენად გამომივა ცოტა ის სხვა სტილი გაქვთ თქო ნუ მაინც რა ვიცი კაი თქო მოთხარი რაღაცას ვიზა ოღონდ არ დაგპირდები დავწერე სიმღერა სახელწოდებით დავთხრები და რაღაცნაირად არ გამემეტა არც არაფერი არ მithქვია წავედი სტუდიაში და ჩავწერე ანუ შალვა ზიზდა გელოდება როდის გაუგზავნა არა არ მელოდება იმიტომ რომ ისეთი პასუხი ვუთხარი ნახოთ რა როგორ იქნება თქო ნუ იდეა მომაწოდა კარგი ასე თქვა შალვასთვის დავწერე დავთვრები წავედი ჩავწერე და ნუ მადლობა მსმენელს გავარდა რა ეს სიმღერა ასე მაგადაც გაისროლა აი მართლა რომ გაისროლა და მირეკავს რაღაც დროის მერე შალვა და ნუ ფატი როგორ ხარ აი როგორი კარგი სიმღერა როგორ მომეწონა რა თქვენ ჩემს მეგობრებს აი ყველას ძალიან მომეწონდა ჩემს მეგობარს მოსწონს და პატარა რომ იმღერო რა ეგ სიმღერა და ვიდეო მიმართვა ჩემგან რომ გადამომიგზავნო გადავუგზავნე არაფერი არ მithქვია დღეს პირველად გაიგებს და სხვათა შორის მადლობა მინდა გადავუხადო შალვას კარგი იდეა მომაწოდა შენ ხო იცი ფატი შენ ხო კახელი ხარ კი
კახეთში შენ როგორც იქცევი მასეთ ადამიანს რაც ეძახიან თუ იცი გახსოვს უფრო სწორად აი რაც შენ ახლა მოყევი რომ უწერ სიმღერებს და არ გემეტება და შენთვის იტოვებ არ გახსოვს რაც ეძახიან გინდა გითხრა ქვიდან ზეთი ანუ თანამედროვე კახეთში კონკრეტულად შეიძლება შეეძახენ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ფატიმ ჩაუყარა საფუძველი ახალ მიმდინარეობას ეგოისტი კომპოზიტორი. ეგოისტი კომპოზიტორი და კარგია სხვამაც თხოვოს რაღაც შეიძლება რაღაც იდეა შემეცვალოს რაღაც და მრავალფეროვანი სიმღერა. ჩვენ პატა ტყუილოცვალო და მეგური პასტატაფურცელს ვიცი აქტურაბეს დაგვიწერთ რომ ეს რომელი აღარ გადათქვას აუცილებლად გავიმეტებ თქვენთვის იცი რამე გაგიცხა ამ რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ზაზასთან შევხვდით ერთმანეთს გოჩიტაშვილთან რომელიც შეიძლება ითქვა შემონიკოლოს და მეთანხმები ბიჭებმა ეციან და მაყურებლისთვის მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირად ისე იქცა ჩემი და ბიჭებთან შექმნილი სიმღერები, რაც დაწერა თითქმის ყველა გახიდა და იქ ხედავდი ხოლმე, მე იქ გაგიცანი შენ და უცბად შენმა ასე ვთქვათ შექმნილმა სიმღერებმა ძალიან მალე დაიწყო აკრიფვა, ესე ჩვენ ენაზე რო ვთქვათ რა და მანამდე არ წერდი ახალგაზრდობაში? გონი არც ეხლა არ ვარ ვებერი, ეხლაც ახალგაზრდა. ბავშვობაში გვინდოდა მაწილი და ია და ნორჩი რო იყავით თორე. ეხლა ვარდივით ქეხარ რა გეკაც, რას ქვია, ამ ხელა ვარდი გაქვს იმაზე. კი, წერდი სიმღერებს, მენატრება ჩემი მიწა-წყალი დავწერე, მაგ სიმღერით გამიცნო საზოგადოებამ, თუმცა ისე ძალიან რო ვთქვა, რომ რაღაც ბევრმა არა მქონდა მიწვევები გასტროლი რაღაც მაგ სიმღერით, მაგრამ აი რატომ შემიყვარდი რომ დავწერე და ჩავწერეთ ჩემს მეგობართან ერთად დუეტი სხვათა შორის თელავში შევასრულეთ ეგ სიმღერა პირველად მახსოვს ეს არის ტრამპლინია თელავი გენაცვალე ნუ არც გურჯანზე ვიტყოდი გურჯანელი ხარ წარმოშობილი კარდინახიდან თელავში გავთხოვდი შეგენაცვალე აი ასე დაგეწყო რა შეგენაცვალე ძლივს არ გადმოსულ ხარ ჩვენ ჭკუაზე კაცი და დაიწყო შენმა სიმღერებმა ზევითას დაიწყო ანუ ეგ სიმღერა რომ შევასრულეთ ღამე აი მართლა ღამე გავიდა ეთერში და დილა გათენდა ჩემთვის აი რადიკალურად სხვა იყო რომ გამოვედი სახლიდან დიდი სითბო სიყვარული და აი ცხოვრება რომ შემიცვალა რა ფატი რა მინდა ისე გითხრა მოდი ერთი რამე ვაღიაროთ ეხლა ნუ შენ კონკრეტული მიმართულება გაქვს მაინც სტილისტურად გულისხმობ შენი სტილის სიმღერების და მაინც უნდა ითქვას რომ ესეთი სიმღერები ძალიან მოწონს მასს აი საზოგადოება ასეთ სიმღერებზე და რატომ გეკითხები იცი ამას რესტორანში მუშაობ მღერი შესაქმის აკეთებ იქ აი როგორც კი ამ ჟანრის სიმღერა ჟღერდება იწყებს ასე ვთქვათ ცეკვას მსმენელი და იქ გამოცოცხლებას. ხო და ხო არ განაპირობა მე შენი მიმართულებაც რა რომ იქითკენ გიბიძგებს რომ ცოტა ასეთი სტილის სიმღერები დაწერ. კი რა თქმა უნდა ცხოვრებისეულ სიმღერებს წერდი ყოველთვის და იყო ცოტა რაღაც დავსიმაფიქრე მატირე, მაგრამ ხვდები იმას რომ რესტორანში და ისედაც ადამიანი აი ზუსტია და რაღაც ეყოფა და უნდა რომ გამხიარო. მეტი პოზიტიური სიმღერები და ასე წამოვიდა ეს პოზიტიური სიმღერები. ოქროს ადამიანი ხარ განსაკუთრებით ბოლო ფრაზების მერე. რაც გავიგე. წარმატებები არ დამავიწყდება რომ შეგპირდი მე და ნიკოლოს სიმღერას. მოვიკითხავ მაგას და თელავურად მოვიკითხავ თან. და ნიკოლოს მე მგონი რომ წარადგინო დღევანდელი სიმღერა რომელიც ფატი მოგვიტანა და პრემიერა შესრულდება მე დიდი სიამოვნებით დაგითმობ ეთერს ნიკუშასთან ერთად იმ იმედით რომ ნამდვილად ეს სიმღერაც გაისვრის გელოდება შენი საყვარელი მსმენელი და წარგადგენს ნიკოლოზი მოკლედ ჩვენი უშენიერესი ფატი ბროლაშვილის სიმღერით რომელიც შეიძლება სხვა სიმღერა მაგრამ თვითონვე შეგვისრულებს სიმღერის სახელწოდება შემახსენე. გაუბედე და შეგიყვარე. აი, გაუბედე და შეგიყვარე და ექსკლუზივი ჩვენს მოკლედ როგორც შენ თქვი მღერის ეგოისტი კომპოზიტორი ფატი ბროლაშვილი. ხო?